რომელსაც იღებს მონაწილეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციაში, უნიკალურ კონფერენციაში. მინდა მივეცადო იმ წყნელებსაც, რომლებიც დღეს ვერ ჩამოვიდნენ ბათუმში, სამწუხაროდ COVID-მა ისევ დაიწყო საკმაოდ აქტიური შეტევა და რამდენიმე ჩვენი მწვრთნელი საავადმყოფოში მოხვდა, მინდა მათ სწრაფი გამოჯანმრთელება უთხრა. ახლა გადავიდეთ საქმეზე. იცით რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაზე ზოგადად ქართულ ჭადრაკს ბევრი გამოწვევა აქვს. მე აქ შევეღები ძირითად მომენტებს, მინდა რომ რაც შეიძლება ცოტა ვილაპარაკო და ბევრი რომ დავუყო ჩვენს ნატოს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თემებს შეეხება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ფედერაციისთვის დაკავშირებულია საქართველოს ქალთა ნაკრებთან, რომელიც რა თქმა უნდა არის ქართული ჭადრაკის ფლაგმანი. მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული და ძლიერი გუნდი, მაგრამ ამ სერიოზული გამოწვევა გვაქვს, ისიც რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ფაქტობრივად გუნდი არ იცვლება, ერთი და იგივე შემადგენლობა არის. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ბავშვები, წარმატებული ბავშვები, რომელსაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიოს ჩვენს ძლიერ ქალებს, ფაქტობრივად არ არიან. კი გამოჩნდებიან ხოლმე სადღაც მართალი მერე შემდეგ ისევ ვიკარგებიან ეს ბავშვები, მაგრამ როგორც ჩანს, რეალური ძალას მეცნიერობით არ წარმოადგენენ. მე მინდა გითხრათ ჩემი შთამბეჭდილებები ბუდაპეშტის ოლიმპიადიდან, მე შევხვდი ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, კაპიტანს და სხვადასხვა ყაზახი მოჭადრაკიდან 4 პირველად თამაშობდა ოლიმპიადაზე და მითხრეს, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია 3 ასეთი გუნდი წარმოვაქმნათ. ასე რომ გუნდები ძალიან გაახალგაზრდებული არის და ჩვენს ეს რა თქმა უნდა გამოწვევას წარმოადგენს, მინდა რომ ჩვენი გუნდიც გაახალგაზრდდეს, კონკურენცია გაუწიოს გუნდის ძირითად მონაწილეებს, არა ხელოვნურად გავაკეთოთ და ვერ ჩავსვათ ნაკრებში, არამედ პირიქით ეს მოხდეს ძალიან ბუნებრივად. მე ქალთა ნაკრებზე გავაკეთებ აქცენტი, ეს აღნიშნავს, რომ ჩვენ კაცები დავიწყებული და არამც ყველა საკმაოდ დიდი დაფინანსება წელს ვარშავის ფედერაციას და ესეთი უტრირებას აკეთებს, რომ მხოლოდ ქალთა ჭადრაკს ექცევა ყურადღება და კაცები ისე არიან დარჩენილები, რადგან ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. რატო ეს ისტორია რატომ მოვყევი? იმიტომ რომ გარკვეულწილად მე გავაკეთე იდენტიფიკაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემის. ეს პრობლემა არის ბავშვთა ჭადრაკში. ეხლა საიდან მოვიდა ეს არაჩვეულებრივი ჩვენი მეთოდიკის სახელმძღვანელო სინდია. იცით რომ მე ფიდეში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია მაქვს და ხშირად მიწევს ხოლმე მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში, მევალება მსოფლიო ჩემპიონატების წინასწარ ინსპექტირება, დათვალიერება ქალაქების, სადაც შეიძლება ჩატარდეს ეს ღონისძიება, თუ არის დარჩენილი ღონისძიების დროს ინსპექტირება, საბოლოო დასკვნის გაკეთება, ამასთან ერთად სხვადასხვა აკადემიებში, საჭადრაკო აკადემიებში ვიზიტი, მათი მოვაწეობა, მეცნიერული მათ მოვაწეობას, ამასთან ერთად ძალიან ხშირი შეხვედრები გვექნება კიდეს განათლების კომისიასთან, ჭადრაკის სკოლაში მწვრთნელების კომისიასთან და მთლიანობაში ესე ვთქვათ, ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მე დამიგროვდა, შეიძლება ცალსახად ვთქვა, რომ ამ წიგნის სასარგებლოდ იყო ყველაფერი, იმიტომ რომ ხშირად ქონდა შეხება იმასთან, რომელი წიგნი ჯობია, რომელი წიგნი ჯობია ასწავლიან რა გამოცდილება დაგავდა მსოფლიოში და ეს მეთოდიკის სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ფარმას დავიწყეთ და 2 ტომი ნათარგმნი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მე არ ვიცი, რომ მხოლოდ ეს არის ამათი არ არის. რეალურად ყველაზე საუკეთესო დიდი შედეგები ამ წიგნმა მოვიდა. ჩემი ეს გამოცდილება ძალიან არა რამდენიმე ადამიანმა, ერთ-ერთი დიანა დარჩევა და მადლობა უთხრა დიანას, ხუჩა ბახტაძეს, რა თქმა უნდა ჩვენს ნატოს, იმიტომ მქონდა მათთან შეხება საუბარი, დიანა მუშაობდა ყაზახეთის აკადემიაში, ჩვენს სამწუხაროდ ესე ვთქვათ და როდესაც დავინახე და როცა ნატო ეზერაზე მითხრა, რომ მე ბედნიერი ვარ, პირველად საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაიწყო ამ წიგნის შეერხო ამ წიგნს და დავიწყეთ თარგმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელოს, რა თქმა უნდა ძალიან გავუხარდათ და ამ სიხარულმა ჩემთვის რაღაც ესე ვთქვათ გავლენა მოახდინა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი ქუთაისში, როდესაც შევხვდი ყველაზე წარმატებულ მწვრთნელებს იმერეთიდან. რა დავინახე მწვრთნელები, რომელსაც ძალიან უნდათ რაღაც
ამბიციური ადამიანები არიან, მათ უნდათ რომ მეტი ცოდნა ჰქონდეთ, რომელიც იქეთე მოუტანონ ჩვენ ქვეყანას. ერთადერთი კითხვა, რომელსაც ისინი სვამენ, როდის იქნება ეს სახელმწიფოები, როდის გამოვა მესამე ტომი, როდის გამოვა მეოთხე ტომი, ყველა თავის ადგილს ეძებდა ამ სახელმწიფოების შესაძლებლად. მე მინდა ასევე დიდი მადლობა უთხრა სალომე სირაძეს, რომელმაც ფაქტობრივად გადათარგმნა ეს სახელმწიფოები. პირდაპირ გეტყვით სალომეს პირდაპირ არ მივანდა ეს სახელმწიფოები, გარკვეული ტენდერი ჩავატარეთ, ერთ-ერთი ცნობილი თბილისური ფილმი არის, რომელიც თარგმნებს აკეთებს სახელმწიფოების მათ მიუმართე სალომესაც და 20 გვერდი გადავატარებდით და ნახეთ მე შედეგი როგორი იყო. სალომესი გაცილებით უწესრიგ ნათარგმნი იყო და მადლობა სალომესაც. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ხაზგასმული არის ამ სახელმწიფოებში და რომელსაც ჩვენ ფაქტობრივად ყურადღებას არ ვაქცევთ წლების განმავლობაში, განმავლობაში, ეს არის ფსიქოლოგია. ბევრი ბავშვი უკვე გაცილებით მეტი ცოდნა, დიდი ცოდნა, მაგრამ ვერ იყენებს ამას საჭადრაკო დატას და მას სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება. ამიტომ ჩვენ მოწვეული ვიყავთ ფსიქოლოგის ჩვენი საბა და ვფიქრობ ძალიან საინტერესო ლექციას წაგვიკითხავს და ამ მიმართულებით ესე ვთქვათ ახალი კითხვები გაჩნდება და ამასთან ერთად კითხვები მოიგონს ახალ პასუხებსაც. დიდი მადლობა მინდა უთხრა ნატოსაც, ნატო ეზგვერაძეს თბილისში ჩემი ინიციატივა არის ნატოს ინიციატივა ჯილდაიძის სკოლაში, აკადემიაში, მან ჩაატარა მშვენიერი პრეზენტაცია. მუსლიმანები ხშირად ვიხდება ხოლმე ამ კიდეს პრობლემებზე დასწრება, ხანახან ძალიან მომაბეზრებელია ხალხი და საუბრობს და გერბი ხოლმე გავდივარ სეირნოს და ასე შემდეგ. Zoom მიტინგების დროსაც 2 საათი ისე გავიდა ნატოს პრეზენტაციის დროს, რომ ვერც გავდექი ის გავიდა. მიდექი ვიგები უსმენი და უსმენი. და ვფიქრობ, დღესაც ძალიან საინტერესო პრეზენტაციას გააკეთეთ და ბევრი კითხვას პასუხს გასცემს. იმ ადამიანებსაც კარგად უპასუხებს, რომელსაც გარკვეული სკეპტიციზმი აქვს ამ ციგნის და საერთოდ მეთოდიკის მიმართულებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ადამიანებს არ უნდათ ხშირად ახლის მიღება, ეს მიმღებლობა ახლის არის ძალიან მძიმე და ურჩევნია თუ წარსულში, ძველში იყვნენ და იყვნენ, თუნდაც ეს ძალიან ძლიერი იყოს, თავარი ახალი არ მიაკარო არ არის. მთლიანობაში რომ შევაჯამო ჩემი ნათქვამი, შემიძლია ვთქვა, რომ პედაგოგის როლი რა თქმა უნდა არის ძალიან მაღალი. ასე რომ თქვენი როლი ფაქტობრივად გადამწყვეტი არის, იმიტომ რაც იმენიც არ უნდა მოვიტანოთ, რაც არ უნდა ვთანხმდოთ, რამდენი კონფერენციას არ უნდა ჩავატაროთ, რეალურად თქვენ უნდა წარმართოთ ეს პროცესი. რეალურად სწავლის პროცესი, ხო? და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან კარგად გააკეთებთ და ბევრი წარმატება გვექნებათ. თავი არის ხარისხიანი განათლება, რომელსაც ეს სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამასთან ერთად მე მინდა გითხრათ, რომ ეს სახელმწიფო ფაქტობრივად არის იძლევა ბაზისურ ცოდნას და არც ეს შემთხვევაში ჩვენ არ ვიჭრებით მწერლის სწავლის შემოქმედებით ნაწილში შემოჭრებით უფრო უკეთესად ეს არის ბაზისური ძალიან თანმიმდევრული ცნობა, ეს იქნება ძალიან ბაზისური და თანმიმდევრული ცოდნას და ძალიან კარგად გუდებთ ბავშვებს თავში, როგორც მე მითხრეს და როგორც გამოცდილება აჩვენებს იმ ცოდნას და შემდეგ ეს ცოდნა ღრმავდება. ეს არის სწორი ცოდნა, რა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ფეხი ამ გადაწყვეტილებით ფეხი აუწევს თანმიმდევრულ გამოწვევებს, თანმიმდევრულ ტენდენციებს, ყველაფერი ვითარდება ჩვენს სიკვდილით და ვითარდება ჭადრაკიც. ის ჭადრაკი, რომელსაც 30 წლის უკან თამაშობენ, ახლა 25 ჭადრაკი, ხო? ანუ ჩვენ დავიწყეთ ძირეული ცვლილებები განათლების სფეროში, ეს რა თქმა უნდა არის გრძელვადიანი პროექტი, არავინ არ ელოდება იმას, რომ ხვალ რადიკალურად და კარდინალურად ყველაფერი შეეცდება, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს. ახლა მინდა ერთი კარგი ინფორმაცია მოგაცოდოთ. პირველი ეხება ჭადრაკის სასახლეს, იცით რომ ვერის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო, სადაც მართ-აპრილში დაიწყება ჭადრაკის სასახლის სრული რეაბილიტაცია
ეს რას ნიშნავს სრული რეაბილიტაცია? იქ არ მოხდება უბრალოდ რემონტი. ჩვენ გვექნება ძალიან მაგარი მუზეუმი, იმიტომ ქართულ ჭადრაკს ძალიან ბევრია უცხოელი სტუმრების, როგორ ნახავთ და აუხსნათ. გრანიტიერი და მაგრები ვარ, ბევრი უცხოელი სტუმრები ყოლება. ჩვენ გვექნება ახალი საკონცერტო დარბაზი, არა ისეთი როგორც აღარა იყო, აბსოლუტურად თანამედროვე და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს რა თქმა უნდა იქნება სტიმული თქვენთვისაც და მთელი ქართული ჭადრაკისთვის. თავრობა პროექტს ძალიან ბევრი გიმნაზიას დახარჯავს და დარწმუნებული ვარ, სამმართველო ჩვენი გაიზრდება და გაიზრდება. კიდევ ერთი საკითხი, ჩვენ ხელსარიელები ვართ ამოვედით ბათუმში, სალონი მერიას და აჭარის ჭადრაკის ფედერაციას ყველაზე თანამედროვე დიგიტის საათები ჰოლანდიიდან ბოლო მოდელები, საკმაოდ ძვირადღირებული სალონი. გამოგიყარეთ საჩუქრად 70 წლის საათი. ეს ფოტოთელოს ეს პროექტი გრძელდება ჩვენ ამავე რაოდენობის საათებს გადავწევთ იმერეთის ჭადრაკის ფედერაციას, სამეგრელოს ჭადრაკის ფედერაციას და მთლიანობაში წელს დაახლოებით 400 ელექტრონული საათი, თანამედროვე საათები. ვფიქრობ, დიდამოწმება გაუწევს ყველა ფედერაციას. ეს უკვე გადავეცეთ და ფედერაციას შეუძლია იცარიათონ აფსიდეთ. მოგეთ მადლობა ყურადღებისათვის და მე მინდა წარმატებები უსურვა ნატო ექსპერტებს, რომელიც ამ შემდეგ გამოვა და ვფიქრობ ძალიან მაგარ პრეზენტაციას გააკეთებთ.